აი ნახე, აი ხედავთ ეხლა და გვესმის როგორ გულშემატკი რომელიც ცოტნეს სულთანიშვილს და ჩამოართვეს მებრძოლება ხელი ერთმანეთს და დაიწყო ორთაბრძოლა. აბა ნახოთ ცოტნეს სულთანიშვილი. ცოტნე უნდა იმოძრაოს, რაც მთავარია ძალიან ბევრი უნდა იმოძრაოს და არ მიცეს რასტამოვს ჭიდაობის საშუალება. თორემ ეს შეიძლება ამას შეიძლება ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ საშიშროება აი მოუტანოს ეხლა. ალბათ რუსტამოვი ეცდება თავიდანვე ესე გადაყვანას და ფეხში შესვლას და ნახოთ. ცოტნე კი თავის მხრივ ხო ზვერავენ ეხა ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთის გადაადგილებას, მაგრამ ცოტნე უნდა გააქტიურდეს, სანამ ფეხზე არიან და სტრაიკინგში მიმდინარეობს ორთაბრძოლა, ცოტნე ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს. ეხლა ძალიან კარგ ობლიკიკებს იყენებს, აი ცოტნე მუხლში ჩარტყმა, აი ობლიკიკი ძალიან კარგია, რაც ძალიან დამაზიანებელია მუხლისთვის. სულ სხვათა შორის სამივე ცოტნე დაარტყა და სამივე ობლიკიკი იყო, აი ეხლა ფეხზე კარგად ემუშავება ჯერჯერობით და იქნებ ეს გამოიყენოს და გამოადგეს მე რა თქმა უნდა. ფრთხილად უნდა იყოს როგორც აღნიშნეთ ჭიდაობისას, მაგრამ კი აი კარგად იმუშავა მანაც და ესეც უნდა გამოიყენოს თუ საჭირო იქნება დარწმუნებული ვარ. მაგრამ ჯერ აი როგორც თქვით ძალიან კარგია დისტანციაზე და ელოდება რუსტამოვი თავის შანსს რომ შევიდეს ფეხში, მაგრამ აი ცოტნე ძალიან კარგად მუშაობს როგორც აღნიშნეთ და შეიძლება ეს შესვლა საბედისწეროც აღმოჩნდეს. კი, მე იმასაც დავამატებდი რომ ეხლა რასტამოვი ესე რომ არის გამოთიშული ეს მხოლოდ ცოტნეს დამსახურება, რადგან ძალიან კაი რა კარგი ჰედკიკი იყო, უბრალოდ არ გავიდა. ცოტნეს დამსახურება, რადგან ისეთ ესე რომ ვთქვათ დაშორებით დგას, რომ არ აძლევს რასტამოვს ფეხში შესვლის საშუალებას. ნუ არც უცდია რასტამოვს მართალია, მაგრამ აი როგორც თქვი, აი ზუსტად ამას ვამბობ. ცოტნე კარგად უნდა ესე რომ ვთქვათ შეერჩია თავი არ უნდა დაიღალოს ახლა ესე კივნეულზე გადასვლით. უნდა გამოუძრეს მაქსიმალურად და სეტკა უნდა გამოიყენოს ეხლა რომ აღმოსადგომს. კი. ნუ ეხლა ესე არაფერი არ ხდება სიმართლე რომ გითხრათ და შეიძლება საჯმაც წამოაყენოს მე თუ არის აქტიურა კი ბატონო ასეც იქნება. აი ამას აკეთებს ცოტნე და აი კარგად უნდა გამოაზრუნოს ეხლა ფეხები. ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება ესე რასტამოვი და ძალიან საშიშია. ცოტნესთვის ეს ყველაფერი. აი პარტერში მიმდინარეობს ეხლა ორთაბრძოლა ზევიდან რასტამოვია და ცოტნე ძალიან კარგად იცავს ესე რომ ვთქვა თავს. ხო, არაფერი არ გაუკეთებია რუსტამოვს თუ უბრალოდ არ გადავიდეს ხო. კონტროლში ეთროება რასტამოვს რაც ბრძოლის აი რამოდენიმე ძალიან კარგი დარტყმა გაუშვა. ცოტნე ეს დარტყმები უნდა დაბლოკოს აუცილებლად. უნდა წამოდგეს აბარა ცოტნე წამოდგა. კომიტე იქ დაუნი. ძალიან მაგარი კდება გაუკეთა ეხლა რასტამოვმა. აი მუხლით ეხლა კარგად გადადის, უნდა რომ ფულ მაუნტზე გადავიდეს. ცოტნე უნდა აქტიუროს, უნდა იმოძრაოს, თორე ესე ვერანაირად ვერ გამოვა ამ მდგომარეობიდან თუ არ იმოძრავა და თუ გაქცევა არ სადა. ეხლა აი სეტკასთან არიან და ეს უნდა გამოიყენოს, ეხლა უნდა ჩატრიალდეს ცოტნე, სხვა გზა არ არის. ამინერად მაგადაატრიალს კონტროლი აქვს ახლა. აი ძალიან კარგი კონტროლი აქვს ეხლა რასტამოვს ზევიდან ფულ მაუნტზია გადასული, დარტყმებსაც ასეთ ვისი ასრულებს. აი როგორც თქვი ცოტნე როდესაც ფეხზეა და სტრაიკინგში როდესაც მიმდინარეობს ორთაბრძოლა ეს უნდა გამოიყენოს ცოტნე. ესაა მისი შანსი, თორემ აი როგორც ხედავ ძალიან ჩაგრავს ეხლა სულთანიშვილს რასტამოვი. აი ეხლა ჭიდაობაში უკეთესია ფაქტია ჯერჯერობით რუსტამოვი და არ უნდა მიცეს ეხლა დარტყმების შესრულების საშუალება. ნუ კარგად იცავს თავს, უბრალოდ ძალიან დიდი ძალა და ენერგია მიაქვს ამას როცა თავს იცავ პარტერში და იმედია რომ გამოძრება და უკვე მეორე რაუნდიდან შეუწევს. ჯერ მაინც დრო არის 40 წამი და უნდა დაიცვას მაქსიმალურად თავი. ცდილობს წამოდგომას, რუსტამოვი აკონტროლებს ისე როგორც თქვით, იქნებ რამენაირად ეს პირველი რაუნდი მიიყვანოს ბოლომდე რომ მეორე რაუნდში. პირველ რაუნდი წაიღო რუსტამოვმა, ფაქტია იქნებ დაუნდინარე. ძალიან დიდი კონტროლია. ხანია აკონტროლებს და 20 წამი დარტყმებსაც უსულებს ფულ მაუნტიდან. ჯერჯერობით იცავს ცოტნე თავს. საიოდ რუსტამოვი. აი დაყვით აწובה, კარგად კონტროლებს ესე. აი ეს არ შეიძლება, ეს უნდა შენიშნოს საჯმა ყელში უჭერს, ეს აკრძალულია.
აქ უკვე უნდა დაამხნევოს ამბლად ქართულმა გულში მათი უარდა ეხლა კუთხიდან აუცილებლად უნდა მიიღოს შევადარიგებები, თორემ პირველი რაუნდი აშკარად ძალიან დიდი დომინაციით წაიღო რასტამოვმა. უნდა ეხლა ცოტა აუცილებლად მიიღებს ეხლა აი მის კუთხეში გავაშელიშვილის ბიძინა გავაშელიშვილის ხედავთ ეხლა ძალიან გამოცდილი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ მიიღებს კარგ რჩევებს მისგან. უნდა შეეცადოს ცოტნე რომ თუ ტეიქდაუნ დიფენსი აუცილებლად საჭიროა ამ ჯგუფში, რადგან კიდევ შეეცდება რომ ეხლა რასტამოვი მიხვდა რომ აშკარად ჯობნის ცოტნეს ჭიდაობაში და კიდევ შეეცდება რომ გადავიდეს ეს ბრძოლა პარტიაში. და აი მაგ დროს უნდა მოარტყას თავისი მუხლი ახლა იანა ბეკოძე დაიჭიროს. ცოტნე ძალიან გამოცდილი მებრძოლია, ეს ყველაფერი არ ეშლება, მაგრამ მასე უფრო გამოცდილია პარტიაში მუშაობაში და ჭიდაობაში რასტამოვი, რაც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ცოტნე სულთანიშვილს. დაიწყო მეორე რაუნდი, ცენტრში მიმდინარეობს ორთაბრძოლა, ცოტნემ რაც მთავარია, ბევრი უნდა იმოძრაოს, კუთხეები უნდა მოჭრას და არ უნდა გაუჩერდეს სამიზნედ, რადგან ეგრევე რუსტამოვი ეცდება შესვლას ეცდება. ხელი-ხელში არც ცდილობს რუსტამოვი რომ ეჭყუბოს. აი ეს არის ხელი-ხელზე ასე რომ წავიდეს თქვა დგომში ჭყუბი, ესეთი რამ ნაკლებად იქნება რუსტამოვისგან მოსაუბრებელი და აი ზუსტად იგივე. ზუსტად იგივე, ანუ როდესაც დგომში მიმდინარეობს ორთაბრძოლა, უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, თორემ აი ნახეთ როგორ ადვილად გადავიდა ეხა ფულმაუნზე. დარტყმებს ასრულებს, კარგად ასრულებს ზევიდან ეხა დარტყმებს, მაგრამ ამ ყველაფერს იტანს ცოტნე თქვა ძალიან ძლიერი დარტყმები არ ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ესე ვთქვა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ძალიან გაუჭირდება. უნდა იმუშაოს, უნდა იმოძრაოს. ეხლა ეს ბლოკში არ უნდა დადგეს, თვითონაც უნდა დაუბრუნოს დარტყმები, თორემ საჯი აუცილებლად გააჩერებს ეხლა ამ ფულს. ესე არ უნდა ჩერდებოდეს, ძალიან ცუდად მიყავს ეხლა ცოტნე სულთანიშვილს ორთაბრძოლა. ესე არ უნდა ჩერდებოდეს, სულ მოძრაობაში უნდა იყოს, უნდა ეცადოს რომ ზიანიც მიადგა უკვე სახეზე. ძალიან ძნელი აქედან გამოძრაობა, უნდა ეცადოს. ფაქტია ისეთი, მაგრამ ნუ ეს დარტყმები ხდება და ფაქტია რუსტამოვი უკეთ გამოიყურება ამ მომენტში. აი ესე უნდა გადატრიალდეს უბრალოდ მე ზურგი არ უნდა მისცეს მერე. კი, არ უნდა მიცეს, თორე ორი ბრძოლა აქვს მოგებული. აი ეხა მაგჩობელა ხრის სამკუთხედზეა გადასული, ეხა ცოტნე უნდა გადავიდეს, ხიძე უნდა აციოს. აი ესე უნდა მიაწვეს თავის ხელს, თორე სხვა შემთხვევაში მას დაეძინება უბრალოდ. ჯერჯერობით მოძრაობაშია. უნდა გათავისუფლდეს, აი ეს უნდა გათავისუფლდეს. ეს უნდა გამოიყენოს. საიდან გამოუძრა სულთანიშვილი. ცოტნე სულთანიშვილი ცისის ხლიანად გადავიდა უკვე მეკორებით. ძალიან დიდ პოზიციებში ემოციების მაგარ ეს ყველაფერი იმდონის ემოციური იყო რომ აშთებისი ამ ბრძოლას ეს ემოციების დამალვა ჯოჯოხეთიდან ამოძრობას გავდა ეს ყველაფერი. ბრავო სულთანიშვილს საოცარი ბრძოლა მოიგო. არის საოცარი ბრძოლა მოიგო. ეს იყო ერთხელ თქვა რუსლან ბოლკოძემ ეს სიტყვები, ეს იყო ჯოჯოხეთიდან დაბრუნება ნამდვილად, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოგებული ქონდა საიოდ რუსტამოვს. საოცარი კონტროლი ქონდა და ბრავო ცოტნე, ბრავო. არის. ბრავო ცოტნე სულთანიშვილს. ბრავო. საოცარი კონტროლი ქონდა საიოდ რუსტამოვს. საიდან გამოძვრა ცოტნე სულთანიშვილი და წინვალე ნოკაუტი. ბრავო ცოტნეს. არ ვიცი, აპლოდისმენტები, თქვა რომ ჭიდაობაში ემზადებოდა. ქონდა რა თქმა უნდა პრობლემები, პირველი რაუნდი გააკონტროლა რუსტამოვმა და მეორე რაუნდი იყო საოცარი. მეორე რაუნდში იყო შანსი იმისა, რომ ცოტნე დაეხრჩო საიოდ რუსტამოვს, თუმცა აი
კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამას. ეს არის დაბრუნება მართლა ჯოჯოხეთიდან. ჯოჯოხეთიდან არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი ჯოჯოხეთში ვინც არ უნდა ყოფილიყო ცოტა სულთანიშვილმა. მე ეს ფრაზა ძალიან მომეწონა, როცა ეს თქვა რუსლან ბოლქოზე. რუსლანის დაახლოებით ასე მდგომარეობაში იყო გიო და როცა ფაქტობრივად წაგებული ბრძოლა ქონდა და იქიდან დაატრიალა და შეფასება მართლა კარგი იყო, ცოტნე სულთანიშვილს ბრავო. ყოჩახ ცოტნე სიტყვები არ მყოფნის ფანტასტიკური იყო იქიდან გამოძრომა. ჯოჯოხეთში Ladies and gentlemen, your referee judge Axel Van Gimenade calls stop this contest at 2 minutes and 35 seconds of round number 2. And your winner by knockout, Tata Sultanishvili. აი ის მინდა ვთქვა რომ აი არ ვიცი საიდან გამოძრა როგორ გამოძრა ცოტა მაგრამ ჯოჯოხეთში საიოდთან რასტამოვთან ერთად ყველა იქ დატოვა ცოტა სულთანიშვილი დღეს გამარჯვებული ჰაილაითებსაც გაგვიმეორებენ ვთხოვთ რეჟისორს რომ ჰაილაითები კიდევ ერთხელ გვანახონ Photo with the team. ფაქტობრივად დამხრჩვალი იყო ცოტნე სულთანიშვილი იქიდან მოახერხა გადმოტრიალება და ნახეთ აი როგორი ზიანი აქვს სახეზე რამდენი ხანი იტანდა დარტყმებს და მოახერხა ცოტნემ გამარჯვება ფანტასტიკური მოგება და როგორც აღნიშნეთ ფაქტობრივად წაგებული ბრძოლა შეატრიალა იმიტომ რომ ცოტაც და შეიძლება საერთოდ როსტამოვს მოიგო დიდი მადლობა ყველას ცოტა განერვიულეთ მაგრამ ბრძოლა ცოტა არა ბრძოლა ბოლო ძალიან ინერვიულია ფარხმას არ დაუყვი არასდროს ძალიან დიდი მადლობა აი ხედავთ სახეზე როგორი ზიანი აქვს მაგრამ საიდან დატრიალდა мотивация მინდა ასევე დიდი მადლობა გადაუხადო ედო გოგიას ჩემ თვას ბიზინა გაუშვი ამ ხის განმავლობაში გვერდში მედგნენ მამზადებდნენ თავდაუზოგავად და ეს შრომა და წვალება დაუფასე მე ასევე მინდა გოჩას მოიანს ძალიან დიდი მადლობა ალბათ მაგ ადამიანს ვერასდროს ვერ გადაუხდი მადლობას რაც ჩემთვის აკეთებს და გააკეთებს ზუსტად ვიცი მომავალში ჩემი პირადი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ ქართულ სპორტს ბევრი გოჩას მოიანი ძალიან ბევრი გოჩას მოიანი და მადლობა გოჩა კიდევ ერთხელ რაც ჩემთვის გააკეთე და აკეთებ ძმაო მიყვარხარ გულში ასევე აქედან მოვიკითხავ ჩემ რაჭას ჩემ სიყვარულს რომლებიც ხვაწლევლიანი მიყურებენ და მალეშიკოვი მიყვარხარ გეფერებით ყველა Success!